მოვიდა ჟანიკო, მოგესალმებით დილა მშვიდობის ჩემო სიხარულებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. როგორ ხართ? აქეთ მოვედი, იმიტომ რომ იქ გაზის გამათბობელი არის ჩართული და ისეთი ხმელია. გინდა მათე ჟანიკოს. Jammerliebe. Nicht mehr was. Und da ist Tuariat. Aber da ist mein Conny. Es ging da. Es sei, es Gabriele da. Modi. Chiame Prianica. Ama scende tutto. Ra. Guarda stai როგორი? ვარნიშნაირი როგორი იყო არ ვიცი. შოკოლადი. ყველაზე ძალიან რაც მოეწონათ, ქაღალდიც აღარ არის ხო რო ვაჩვენო. კარტოშკა მოეწონათ ყველაზე ძალიან. ვარნიშნაირი არ იყოდე. არ არის ძვირი, 3 ლარი, 3 და რაღაც. კი, უნდა ვიყიდო. კარტოშკა აწერია, ახალი შემოტანილია. ხო და ეგ მოეწონათ ყველაზე ძალიან. ესენი ძალიან მომწონს. ეს არის ლიპის ამალინის გემოთი ქოქოსი, ძალიან გემრიელია რა და ეს ჩვეულებრივი თეთრი ბაუნტი როგორც არის ეგეთი. ეს გამიცივდეს ნენელა გოგოებო გუშინდელი დილის ვიდეოს ამბები. ეხლა ნახეთ გავისწორეთ მე დღეს. მაგრამ იცით როგორ არის ძალიან მაგრად არ ჩამოვისწორე რა აი ჩემი თმა როგორც არის ძირითადად ისე დავტოვე უბრალოდ თითქოს შევიშრე მარტო დალღები აქ ნახეთ ხო და ის არის საქვია გუშინდელი დილის ვიდეო ეხლა თქვენ ძალიან კარგად მიცნობთ მე ძალიან გულწრფელი ვარ თქვენთან და ზოგჯერ ხომ ესეთი ვიდეოები, ხო? შემაყურებელს მაცნობს მე. მაცნობს, როგორი მაყურებელი მყავს და 90% ან უფრო მეტი. არა, მეტი 90 კი არა. შეიძლება 100%-დან 1% არის ადამიანებისა, რომლებიც იბოღმებიან. იბოღმებიან თავი რომ მეჭრება რაღაც ნერვები მეშლება რა თავი რომ მეჭრება ეს თმები ეს დანარჩენი აი ისე გაიგეთ ვიდეო როგორც ჩავწერე ზუსტად რა გულითაც ვილაპარაკე რაც მინდოდა რომ მეთქვა ზუსტად ისე გაიგეთ ხო და იმიტომ ძალიან მიყვარხართ აი ძალიან მიყვარს ჩემი მაყურებელი უზომოდ არის 1% რა თქმა უნდა ერთი კომენტარი დავბლოკე იმიტომ რომ ჩემ არხზე მაგ ხალხის ადგილი არ არის ნამდვილად რომლებიც ძალიან არიან აი გაბოროტებულები სადღაც ფსკერზე არიან ჩარჩენილები და ვერ ამოდიან იქიდან აი ესეთი ხალხის ადგილი არ არის რომლებიც უპატივცემულოდ მიმართავენ ადამიანს მე არასოდეს ჩემ ვიდეოებში არც ერთ ვიდეოში ვერც ერთს ვერ იპოვით ისეც რომ აი უბრალოდ ჟარგონული სიტყვა გამომეყენებინოს როდისმე ან ცუდი სიტყვა გამომეყენებინოს როდისმე ვერ ნახავთ იცით რატო ძალიან დიდ პატივს ვცემ მე ჩემ მაყურებელს. ნუ არც ცხოვრებაშიც არ ვარ ეგეთი ახლა რომ ეგეთ სიტყვებს ვიყენებდე, როგორიც ვარ, ეგეთი ვარ მე ვიდეოში. მაგრამ მაინც როცა უბრაზდები, მაშინაც კი ვიცი სადამდე შეიძლება გაბრაზება აქ. ანუ როცა აქ ვეყნებ, სადამდე შეიძლება ადამიანი ხა როცა ძალიან ბრაზდება და ისეთი სიტუაცია შეიძლება შეიგინოს კიდევაც ხო და ცუდი სიტყვაც თქვას მაგრამ ეს
აქ არ უნდა მოხდეს. თუმცა მე ეგეთი მომენტი არ გეგონოთ რომ მქონია, არ მქონია ეგეთი მომენტი რომ მე მეგინოს, მე რანძღოს ცუდი სიტყვებით მეჩხუბოს ვინმესთვის და არა, არც ერთი მომენტი არ მქონია მე ესეთი ცხოვრებაში. იმიტომ რომ ვარ ძალიან გაწონასწორებული და ვიცი სად რა და როგორ. ეს ვიცი. ხო. და ჩემთან, ჩემ არხზე ესეთი ძალიან სკერზე ჩარჩენილი ადამიანების ადგილი არ არის, რომლებიც ილანძღებიან, რომლებიც იმდენად არიან გაბოროტებულები, რომ ვეღარ იტევენ და უნდათ რომ მე ვიღაცის არხზე შევიდნენ კომენტარებში გადმოათხიონ ეს თავისი ბოროტება, ესეთი ხალხის ადგილი არ არის ჩემთან, მონახეთ თქვენი ადგილი, თქვენ. რა თქმა უნდა, ეს კომენტარი და ნებისმიერი უპატივცემულოდ დაწერილი კომენტარი ჩემ არხზე და ლაპარაკი ზედმეტია აქ ცუდ სიტყვებზე და იმაზე ესეთი აღარც მოდის. მადლობა ღმერთს. ძალიან კარგი. დამაცადოთ. ესეთი ხალხის ადგილი აქ არ არის. არ არის. ხო, არიან კატეგორია, როგორ იცი? ვინც უხეშად გამოგიწერე მე უკვე. ერთი წამი დამაცადე, კი, დამაცადე ერთი წამი. ერთი წამი ვიდეოს უმორჩევ, მე ვილაპარაკო. ხო. ანუ რას ვამბობდი? დამაცადე მათი ნუმაშლევინი ძალიან. ვინც უხეშად იცის კიდე კომენტარების დაწერა. პატივი ვცეთ ერთმანეთს. ძალიან გთხოვთ. ვინც შემოდიხართ ჩემ არხზე, იმიტომ რომ მე ჩემ მაყურებელს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ყველას აბსოლუტურად. ყველას. და რა თქმა უნდა, ამას ვითხოვ. ბლოგერობა არ არის ადვილი საქმე. ეს არის რთული სამსახური და ვარქვათ. რთულია ძალიან, მაგრამ ვისაც გვიყვარს, ამას ვაკეთებთ, ხო ეს? და ჩვენ გარშემო ვიზიდავთ ისეთ ხალხს, როგორებიც ვართ ჩვენ. 99% ჩემი მაყურებელი არის ჩემნაირი. დარწმუნებული ვარ მე ამაში, იმიტომ რომ ეს ჩანს კომენტარებიდან. მე არ მიყვარს უზრდელი ადამიანები, პატივს არ ვცემ მათ. ჩემთვის უზრდელობა არის ცუდი სიტყვებიც. უზრდელობაა ეს. მე მგონია, რომ ესეთი ადამიანები არ არიან კარგად აღზრდილები. და მით უმეტეს ესეთ ცუდ სიტყვებს რომ მე მეუბნები, ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ მე თავს. იმიტომ რომ ყველას გვაქვს თავმოყარეობა. რა თქმა უნდა, ესეთი ხალხის ადგილი არ არის აქ. და ჩვენი საქმე, რადგან ჩვენ ვიღებთ ჩვენ ცხოვრებას შინაურულად გადმოვცემთ ამ ყველაფერს, ეს იმის უფლებას მაყურებელს არ აძლევს, რომ რაღაცნაირად მართლა იმდენად გაუშინაურდეს, რომ ჭკუა დაარიგოს, და რაღაც იმდენად ის გახდეს, გაბიაბურდეს ურთიერთობა, თუნდაც ონლაინ, ხო? ჩვენ ხო ესე არ ვცნობთ ახლოს ერთმანეთს. ეს ამის უფლებას არ აძლევს მაყურებელს. თბილი ვარ, შინაურული ვარ,
ვაზიარებ გულწრფელად პატივისცემით და სიყვარულით ამ ყველაფერს. ეს იმის უფლებას არ აძლევს მაყურებელს, რომ მე რაღაც ისეთი სიტყვებით შინაურლას და ისე გამიშინაუდეს და ისე მომმართოს, რაც არ მეკუთვნის და არ მეკადრება. ხო ესია. ესეთ კომენტარებს ჩემ არხზე ვერავინ ვერ იხილავს. ნახეთ ეხლა გუშინ ცოტა მსუბუქი სამსახური დაიწყე ჟანა. მე ეგრე ვმუშაობ, ოჯახს დაეხმარები. თუ გინდა მომწერე და დაგაკვალიანებ. უღრმესი მადლობა. რუსო. ადამიანი წერს სამსახურთან დაკავშირებით, რომ რა მინახე სამსახურიო, მეც ესე ვმუშაობო და თუ გინდა მომწერეო და დაგაკვალიანებო. ხო? ამ კომენტარში მზრუნველობაც ჩანს, სიყვარულიც ჩანს. და ჩანს, რომ ადამიანი დაინტერესდა გულთან მიიტანა შენი საუბარი, ხო, რაზეც ისაუბარი. ეხლა იგივე შინაარსის კომენტარს დაგიკითხავთ. ბევრი კომენტარები, ანუ ეხლა ერთ კიდე წავიკითხავ. იმუშავე და შეეშუალები ოჯახს თბილისში. სამუშაოების მეტი რა არის? ორი ერთნაირი შინაარსის კომენტარი თითქოს, მაგრამ ეს როგორ არის დაწერილი და ის როგორ არის დაწერილი. ის პატივისცემით არის დაწერილი, სიყვარულით არის დაწერილი და ეს არის დაწერილი ცოტა გაღიზიანებით, ცოტა ბოღმით, ცოტა რავი, აი ხო ხვდებით თქვენს. იმუშავე და რა შენ საქმეა ვიმუშავებ თუ არ ვიმუშავებ. მიეხმარები ოჯახს, სამუშაოების მეტი რა არის თბილისში. მე არ ვიცი რო არის. სამუშაოების მეტი რა არის თბილისში რომ მეუბნები, მე ხო ვიცი, მე ხო ვმუშაობდი ერთი წელი ძალიან მძიმე სამუშაოზე და ხო ვიცი სად რა არის, ძალიან კარგად ვიცი. ამაზე ლაპარაკი ხო არ იყო გუშინ. მაგრამ რაზეც იყო, გამოჩნდა ორი სხვადასხვა კომენტარიდან, ვინ როგორ წერს, ხო? იმანაც იმ გოგომაც რუსო, ხო? რუსომაც ამ შინაარსით დაწერა, რომ სამსახური ნახეო რამეო, მეც ესე ვმუშაობ, მსუბუქი სამსახურია, თუ გინდაო, მომწერეო და დაგაკვალიანებო. და სამუშაოების მეტი რა არისო, ეს მეორე წერს. წადი და იმუშავეო ფაქტიურად რა, ეს მე სად წავალ რა სამუშაოს ვნახავ და როგორ ვიცხოვრებ, ეგ ჩემი გადასაწყვეტი არის. მხოლოდ და მხოლოდ. სხვა რა ვიცი. ამიტომ ჩემი მაყურებელი ძალიან მიყვარხართ, რომ სწორად მიკებ ეს რაღაცა ერთეულები, რა თქმა უნდა, იქნებიან ახლა 10,000 გამომწერში. ყველა ერთნაირად ვერ იაზრონებს, ზოგი რა ეტაპზეა, ზოგი რა ეტაპზე, მაგრამ ხოდა ასე. გამოწვევდი მის ვიდეო და აღარ მახსოვს. ხარაზე ლაპარაკობდი. პატივისცემით გამოთქმული კომენტარი ძალიან სასიამოვნოა. თუნდაც კრიტიკა იყოს.
როცა პატივისცემით არის ეს დაწერილი. ზოგადად საქართველოში სოციალურ ქსელებში რა მდგომარეობაც არის Facebook-ზე საერთოდ არ შევდივარ. მილიონჯერ წავშალი გადმოწერი, აი რაღაცები მჭირდება ხოლმე რა, ხან ჯგუფებია მათ ეს კლასის ჯგუფები და ნინო მასწავლებელი დავალებებს მათ თვითავს და ეხლა საჭიროა თორე აი არ ვიცი რა, Facebook-ი არის დასაშლელი მართლა და TikTok-იც. TikTok-ზე იცი რამდენჯერ საწერო მე თვითონ დამედო ვიდეოები რა. ახალი TikTok-იც კი გავაკეთე და ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ არ მიყვარს თვითონ პლატფორმა და რისი მომხმარებელიც არ ხარ, ხო იმას ვერ აკეთებ მე. ცუდი მდგომარეობაა. ძალიან. გუში ამომიგდო დომენიკ მანგოს ვიდეო. მია ბიჭს ვაფასებს სხვათა შორის ბევრ სიმართლეს ლაპარაკობს ხოლმე ადრეც და ეხლაც. თუმცა შეიძლება რაღაცა შეეშალა პატრიარქზე რო რაღაცები ილაპარაკა, მე მივიდა სხვათა შორის. მივიდა და შეხვდა პატრიარქს. და რამდენიმე ვიდეო იყო, რომ თქვა კიდევაც, რომ რაღაცნაირად არ გამოუვიდა რა ლამაზად იქ ყველაფერი და მე რა თქმა უნდა ახლა ვინმეს დამცველი კი არ ვარ, უბრალოდ ბევრ სიმართლეს ლაპარაკობს ეგ ბიჭი და უკრაინის ომში რომ მიდიოდა ფურის გადავურიცხე მე რამდენჯერმე მანგოს. არ ლაპარაკობ ხოლმე მე ესეთ რაღაცებს, თუ რამის ვაკეთებ სიკეთეს, გოგოებო იმას არ ვამბობ. უბრალოდ ახლა რაღაცნაირად ლაპარაკმა მოიტანა და ვთქვი, რამდენი წელი გავიდა ხო მას შემდეგ. ბევრი. უკრაინაში ხო იყო წასული იმაში. რამდენჯერმე გადავრიცხე მის ანგარიშზე ფული კონკრეტულად, რომ ჯეხო ძალიან მენერვიულებოდა რაღაცნაირად რომ მიდიოდა რა, ეს პატარა ბიჭი გაქანებული მაში რა ქვია. რა მდგომარეობა იყო, მაშინ ხო კარგად იცით რა, მაგის შემდეგ ისევ ინერვიულე მე მაგ ბავშვებზე და ამ ამბებზე რა, ამბებიც იყო და გამოდიოდა იქიდან. ცუდი ამბები, რომ ძალიან დიდი ხანი ცუდად ვიყავი, რაღაცნაირად ვერ გამოვდიოდი მდგომარეობიდან რა. ძალიან იმოქმედა, აი ძალიან უკრაინის ომმა ჩემს. ხო და გუში ვიდეო ჩაწერა ქეთი რუარი, ქეთი რომ ღერის. რა თქმა უნდა მართლა არ გამოსდის მას და ლამაზად ეს ცეკვა სიმღერა Facebook-ზე ხო იცით ქეთის ისა რა ქვია. ეცოდინებათ რა ყველას და მართლა როგორ ლანძღავენ, როგორ აგინებენ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ამ ხალხს. ღმერთო ჩემო. შეიძლება არ გამოსდის ლამაზად ეს ყველაფერი და არ არის ამის პროფესიონალი, მაგრამ თვითონ უხარია ეს და აკეთებს. 1000 სისულელეს უწერენ და აგინებენ კიდევაც რა და ერთობიან ამ ყველაფერზე. და კომენტარებში რო ჩავედი მე ერთი წერდა რომ ეხლა ნუ გამოხვედითო რა ისო რა ქვია ყველას დაგიცინიათო მეც დამიცინიაო ქეთისთვისო და აქ ნუ წერთო რა რომ მართალი ხარ მანგო და მართალი ხარო აქ ნუ წერთო ეგეთ რაღაცეებსო არ დამიცინია მე პირადად ქეთისთვის. არც ერთხელ, იმიტომ რომ ადამიანს რო შევხედავ
ამ ყველაფერს როგორც აკეთებს, ხო? როგორ შეიძლება რომ მას დასცინო? ახარებს ეს ყველაფერი და ვერც გრძნობს, რომ არ გამოსდის კარგად, თორე ხო არ გააკეთებდა რა. გონია მას, რომ კარგად გამოსდის, ძალიან კარგად შეყვავს და მღერის და იმიტომ აკეთებს და ეს ყველაფერი ახარებს, უხარია. და ყველა ეგრე ვართ, გოგოებო, შეიძლება რაღაცა იდეალურად არ გამოგვდიოდეს ჩვენც. მაგრამ ჩვენ თუ გვიხარია, ხო? აი ეს როდის დავარაა ჩვენამდე? აი ეს თუ დავა ჩვენამდე, всё რა, გავიმარჯვებთ ამ მოძვრებით, ამ ყველაფრიდან ამოძვრებით, გაჭირვებიდანაც და ყველაფრიდან რა, არ ვიცი. გუში რომ გამოვედი მე და ვილაპარაკე და ვიღაცა რომ ესეთ კომენტარს, ბოგმიან კომენტარს რო არ დამიწეს და პირიქით რომ გამამხნევებს და მეტყვის რომ ბევრმა მე ეხლა ეგორი განვიხილე, ხო? იმიტომ რომ შევადარე ორი კომენტარი ერთმანეთს, მაგრამ იცით რამდენმა დამიწერა, რომ აი მაგალითად მარტო შენ არ ხარო ეგრეო ჟანაო, ჩვენც ეგრე გვაქვს მანქანაო გამოყვანილიო და რა ვიციო და ფიქდიო ბანკსო და ლიზინგსო ქირა ხوارჯობიაო ორვენაი გქონდაო ჩვენო. საყვარელი ხარ ჯანმრთელობას გისურვებო. დაღმართი მოსდესო თამომ დამიწერა. წუწუნი არ არისო ეს ჟანაო, ყველაფერი იქნება მთავარიო ჯანმრთელობაო. 90% და მეტი 99% მე მყავს მაყურებელი, რომელიც მიგებს, ანუ ჩემნაირი არის. მადლობა უფასო რაც გვაქო, ზოგს ეგეც არა აქო და უფალი ვარ დაგვტოვებსო, კი რა თქმა უნდა. და ასე შემდეგ, ხო კიდე არის, ბევრი არის კომენტარები. მეტი წილი არის თანადგომისა, სიყვარულისა, გამხნევებისა. მაგრამ აი ისიც ის ნაწილიც ხო იცით, ცუდი უფრო ძალიან ჩანს. ის ნაწილიც ჩვენი არის, ქართველები არიან, ხო? და ეხლა Facebook-ზე არ ვიცი კიდე უფრო ძალიან ჩანს ეს ყველაფერი, გოგოებო. აქ თუ უფრო მეტი კარგია და ცოტა არის ცუდი, იქ ძალიან ბევრი ცუდი არის რა, ძალიან ბევრი, იმიტომ არ მიყვარს იქ შესვლა. იმიტომ რომ ძირითადად იქ ჩანს რა, საზოგადოების ისა სახე. უფრო მეტი მომხმარებელი ყავს Facebook-ს და ამას ვიგულისხმობ, ვიდრე YouTube-ს. და ძალიან ის არის ეს, რა ვიცი, სამწუხაროა რა. ადამიანი ამ ყველაფერს მიამიტურად აკეთებს და გულწრფელად. დაანებე თავი გააკეთოს. რაც ახარებს გააკეთოს, რა გინდა შენ, რა შენი საქმეა. რატო დასცინი ხარ, რა დაგინე? არ ვიცი რა, სასწაული. სასწაული. ცეკვავს რა. ცეკვავს და მღერის, გამოდის, არ გამოდის, როგორც გამოდის, ისე აკეთებს, რა შენი საქმეა. ხო არ იწყევლება, ხო არ იგინება, ცუც ხო არაფერს არ აკეთებს. ნუ უყურებ, თუ ცუდად გრძნობ თავს, შეიძლება ზოგს, მე მაგალითად, როცა ადამიანი ძალიან ცუდად მღერის, რაღაცა ცუდად ცეკვავს, სისხლის გრძნობა მეუფლება შინაგანად მე თვითონ ცხვენია ხოლმე რაღაცა. ჩვენ ხო ადამიანები ერთმანეთში ჩვენ თავებს ვხედავთ და ეგ მაგიტო, რომ აი დავუშვათ შენ რომ გაგიკეთებინა ეხლა, ესე რაღაცნაირად ძალიან შეგწყვება რა.
სივრცხვილისა და იმის გრძნობა მეუფლება რაღაც ნაირი დაცინვისა კი არა, ღმერთმა დაამფაროს არც ერთხელ არ დამიცინია მაგ ქალისთვის. აი შეიძლება სხვანაირი გრძნობა, როგორ გადმოგცეთ რა, სივრცხვილის გრძნობა. ან კიდე უფრო შენი თავი რო შეიძლება რაღაც მომენტში იმდენად შეგწხვეს, შეგძურდეს თუ რაღაცა, არ ვიცი, აი ერთმანეთში არეული რაღაცა გრძნობა დამუფლებია ხოლმე ეგეთი იმაზე, როცა ადამიანი გამოდის თუნდაც კონკურსზე და ძალიან ცუდად მღერის, ანუ თავის თავი ვერ შეაფასა იქამდე სანამ წავიდო და ანუ იქ არ უნდა წასულიყო ამ ხმით და ამ იმითი, რა ქვია, მანერით თუ რაღაცით. არის მის და მაგითო, ხო, გონია რომ კარგად აკეთებს, თორე ვის უნდა ეხლა რომ დასაცინიკა ხდეს? არავის. ასე რომ ძალიან მინდა რომ ჩვენი საზოგადოება ავიდეს უფრო მაღალ საფეხურზე. მე ვფილტრავ, რა თქმა უნდა, მე რაც არ მეკადრება და არ მეკუთვნის, ეგეთ კომენტარს მე ჩემ არხზე არ გამოვაქვეყნებ. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე თვითონ ისეთი სუფთა ცხოვრება მაქვს გავლილი, იმდენად სუფთა ცხოვრება მაქვს, სუფთა ფურცელი, არ ვიცი. აი, არ ვიცი, ვერ აქხსნით გოგოებო. ფაქტიურად წამოვიზარდე თუ არა ძალიან თბილ და ისეთ გარემოში, ძალიან პატარა ვიყავი, რო გავთხოვდი და გიას გვერდზე ვარ სულ. გავაჩინე შვილები და ვზრდი. მორჩა. აი, ეს იყო ჩემი ცხოვრება და ვიყავი ხოლმე იმ რელიგიაში, რომელშიც ვიყავი და რაღაცნაირად ვსწავლობდი ამ ბიბლიას. ეს იყო ჩემი ცხოვრება აქამდე. აი ესე მოვედი და ეხლა ვიღაცას მე არ გავალანძვინებ თავს ნამდვილად. იმიტომ რომ ეს არ მეკუთვნის. არც ჩემი ცხოვრებით, არც რა ვიცი, აი არანაირად არ მეკუთვნის. რაც არ მეკუთვნის, იმას არ მივიღებ. მე რო გამოვდიოდე ეხლა და სხვანაირად მოგამართავდეთ და რაღაცა არაფერს გულში არ ვიტყოვდე და მთელი ამბები ან სხვანაირი იმის ვლოგი მქონდეს, რა ვიცი, ესეთი არ არის ჩემი. იმიტომ რომ შინაგანად ბუნებით როგორიც ვარ, ეგეთი ვარ, ეგეთი მოვდივარ აქ. ეგეთი მომაკ. ჩემი ოჯახიც ეგეთია, როგორიც არის, ხო ხედავთ? როგორიც არის. გიაც როგორიც არის და ისა ჩემი ბიჭებიც. იმას ერთ ამერიკელი ქალს ვუყურებ რა. სანათ მაინტერესდა, ისეთი ცოტა ნახობი აქვს 300-400. ერთი წელი ერთთან ინგლისურად ლაპარაკობს და უი მართლა, გითხარიო შენი ის, აი ინგლისურზე გამახსნა, ჯერ ეს უნდა გაჩვენოთ. საიდან სწავლობ იმას, რა ქვია, ინგლისურის. დამწყებებისთვის არის გოგოებო ეს. და მე რა ვიცი მომეწონა რა, ეხლა ძალიან ბევრი არ მიძებნია, არც მითქვი, არც მიკითხია თქვენთან ყველაფერს ვკითხულობ ხოლმე ხო იცით და გავხსენი და ამ ბიჭის ლაპარაკი მომეწონა რა ვიცი და ვუსმენ და მე რა თქმა უნდა ეხლა მალე მორჩები ამას სხვათაშორის და რთულებზეც გადავალი ხო რთული მასე, ჯერ ამას ვუსმენ. აი უყურეთ რომელია ვისწავლოთ ინგლისური ჩვენი მარტივად, რატო არ ახსნის? აი ეს გვერდია, ნახეთ და ჩაწერეთ და წარმატებას გისურვებთ. დავიწყოთ აქედან და ძალიან მარტივი, ანუ ძალიან მარტივი, აი უმარტივესი დაწყებისთვის არის იდეალური გოგოებო, რა ვიცი, მე უკვე მის ნახევარზე ვარ მისული და ნერნელა ბევრი არ არის სხვათა შორის და მე ნერნელა რა თქმა უნდა გადავალ რთულებზე და დავიწყოთ ინგლისურის სწავლა. მე ვაგრძელებ ყოველ დღე მეცადინეობ და მარტო ეს არა, სხვა რაღაცეებსაც იმავშვები ხოლმე რა. გადავხედავ ხოლმე კიდე არის რაღაცეები, ბევრი მასალა არის.
1 საათი რო დავუთმო ისწავლი. ხო და ამ ამერიკელ ქალს რო ვუყურებ მე ძალიან ბევრი ნივთები აქვს სახში. აი არ ვიცი, გამოტენილი აქვს მართლაც. ამ ზარეულო გინდა თუ ის გინდა თუ ისა, რავი რა, ძალიან ბევრი. ყველგან უკვე არის დიდი რა, 1.75-ისა იქნება და მთელი ცხოვრება ხო დაუგროვდა. თან იქ ეხლა ცხოვრება არ აჭირს და რა ვიცი რაც იყიდა ამდენი ისა და ლამაზები ბჭყულიალა რაღაცეები აქვს სულ. ისეც უნდა გაჩვენოთ ეს კაცი. მეჩანე გამოზერილი. აი აი ეს ქალი არის და ნახეთ რა ყვავილები და ყველაფერი ერთი მაშინ მოქცეული თან მე ხსნის ახლა ბოლომდე მე ყველაფერი არ მესმის შეიძლება რაღაც პატარ-პატარა სიტყვები გავიგო ხოლმე მაგრამ ძირითადად თან ეს ლაპარაკო აი თან აჩვენებს ყველაფერს რა როგორ აქვს იმას ვუყურებ ვალენტინობას თავისი ისინი გადმოალაგა საჩუქრები ალბათ მთელი ცხოვრება თავის ქმარმა რაც აჩუქა ქმარიც აყავს აი ჭიქები და ძალიან ბევრი რამე აქვს რა აი ხა ჭიქასაჩუ ძალიან საყვარელი ქალია სიმპათიური და ნაირად როგორი ის არის უკვე მოხუცი უყურეთ რამდენი ნახვა აქვს უიამ 1000 ნახვა გქონია აი ნენელა წინ წამოვიდა ხედა აი წინას 265 ნახვა აქვს 2 დღის წინ არა აქ რა დიდი ნახვები მაგრამ ძალიან საყვარელი ის არის ქალი რავი მომწონს მე და ვუყურებ ხოლმე და კომენტარები წავიკითხე რა კომენტარები წავიკითხე და ვიღაცას წერს რომ სამზარეულო ნეტავი დაალაგოვო მანდო როგორ ისვენებო მაგ სამზარეულოში რანაირად ისვენებო ძალიან ბევრი რაღაც გაქო რა ნივთიო და მე სხვებმა მისწერეს რა ჩვენი საქმეა თუ მას ესახარებსო და რა მართალი არის რა ჩვენი საქმე არის ამ ქალბატონს ახარებს ეს ნივთები მაგით ხარობს უმაღაზე ლაპარაკობს ხარას გადმოალაგებს გვაჩვენებს და ეს არის თავისი ისა რა ქვია ალბათ მაგიტომაც დაიწყო ვლოგი რომ იმდენი რამე აქვს რომ სხვასაც აჩვენოს და თავისი სიხარული ეს აქვს სიხარული გაახარისო და თან ეს კომენტარი დაგულებული რო ქონდა თვითონ დაგულებული ქონდა რომ დაალაგეო იქ სამზარეულო დააგულა ეს კომენტარი და ძალიან საყვარელი ის არის რა ქალი ნუ იქ სხვანაირად არის ვიღაცა გამოჩნდა ესე დაუწერა მაგრამ გადახედეთ კომენტარებს არა მგონია ახლა ამას ჩაკეტილი ქონდეს კომენტარები და აქვეყნებდეს არ არსებობს დაბლოკილი და ისე რა ქვია არ გამოქვეყნებული და თქვენ წაიკითხეთ თუ ნახოთ რამე ისეთი ცუდი აქვს ცუდი კომენტარია არა იმიტომ რომ იქ სხვანაირად არის რა საზოგადოება სხვა საფეხურზე არის არ დაუწყებენ ახლა ეგეთ რაღაცებს ნუ ერთი შეიძლება გამოჩნდა ვიღაცა მაგრამ იმ წუთში პასუხი გასცეს რომ ეგ ჩვენი საქმე არ არის წავედი გოგოებო ახლა და დროებით მიყვარხართ და დროებით